დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ჩამოგვიერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე და დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტი გიორგი ნიკოლაიშვილი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მოგესალმებით. პრინციპში სიუჟეტიდან შევიტყვეთ, ძალიან ბევრი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო პრეტენზია აქვთ მძღოლებს და მოქალაქეებს City Park-თან. ამ შემთხვევაში რა არის თქვენი კონკრეტული საჩივრის მიზეზი და საფუძველი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. Ну, რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია. მე ფიქრობ, რომ შესაძლოა დადებით და უარყოფით ხარეებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არის დადებით ის, რომ ადრე როგორც ხდებოდა მანქანების შუა ქუჩაში გაჩერება და ანუ რეალურად ვისაც როგორც უნდა და ისე აჩერებდა გარკვეულწილად ეს პრობლემა აღმოიფრთხა, მაგრამ აქ არის სხვა მომენტები. ანუ ჩვენ კონკრეტულად რაში ვადანაშაულებთ City Park-ს. ეს არის ის, რომ საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში არსებულმა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეამოწმოს, ინსპექტირება გაუწიოს იმ ამ წესსაშუალებებს, რომელიც გამოიყენება City Park-ის მხრიდან. ანუ ეს არის საუბარი იმ მანქანებზე, რომელი მანქანებითაც გადაყავთ საჯარიმოზე ავტომობილები. ანუ აქ არის აშკარად დარღვევა კანონის, როდესაც ეს მანქანები, რომელიც ყავს City Park-ს, არ არის შემოწმებული. რამდენად უსაფრთხოა ეს მანქანები და რამდენად კანონის ფარგლებში გადაყავთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კანონით ესეა, რომ 1 ტონაზე მეტი, როდესაც ტვირთი არის, მას უნდა ინსპექტირება შემოწმება ყოველდღიურად. აგრეთვე იმ ადამიანებს მათ უნდა გაიარონ გარკვეული კურსი და უნდა გქონდეთ შესაბამისი მოწმობების სერტიფიკატები, რომ ანუ აქვთ უფლება ეს მანქანები გადაიყვანონ. საუბარია იმ პერსონალზე, ვინც მუშაობს ამ მანქანებზე. ეს არ ხორციელდება. სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში, რაც ჩვენ განცხადებები გავაკეთეთ, ეს მანქანები უკვე ისე აქტიურად აღარ მოძრაობენ ქალაქში, იმიტომ რომ თვითონაც თავად იციან, რომ ეს არის პრობლემა და მე მაშინ მოვისმინე ტაბიძის განცხადება, ეს პიარი არის მათი City Park-ის, რომ აი ჩვენ უნაზღაურებთ თუ ამ მანქანის რაღაც დაზიანებას. ეს არის გარკვეულწილად ცოტა არ იყოს რთული, იმიტომ რომ ჩვენს ბევრი მოქალაქეები მოგმართავენ, როდესაც მანქანა გადაყავს მაგალითად და იქ მერე თქვა სიჩქარის კოლოფი ზიანდება ან რაღაც დაზიანებები ხდება, შე შემთხვევაში რთულია დამტკიცება იმ City Park-ისათვის, რომ რეალურად ეს მათი მეშვეობით განხორციელდა. ისინი თქვიან, რომ აი ჩვენ რაშუაში ვართ, ეს აქამდე იყო ეს დაზიანება, თქვა იმ სიჩქარეთა კოლოფის ან სხვა საშუალების მანქანის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ კი ოპერატიულად მოგმართავს ეს მოქალაქეები, ჩვენ ჩავატარებთ შემდგომში ექსპერტებთან ერთად ამ ექსპერტიზას აღნიშნული მანქანისა და უკვე სასამართლოში გწავა ეს საჩივრები უშუალოდ City Park-ის მიმართ. მანამდე კი ჩვენ მოგახსენებთ, რომ შეტანილი იყო პროკურატურაში განცხადება, აქ ხდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, როდესაც ხვისი ქონების გაუთხილებლობით დაზიანება ხორციელდება აღნიშნული ქმედებით და მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა აღმოიფრქვას და საერთოდ City Park-ი გარკვეულწილად გადაიქცა რაღაც დამსჯელ მექანიზმად, იმიტომ რომ ეხლა გასაგებია, როდესაც ადამიანი არ გარკვეულწილად იმ წესებს უნდა იქნას ის რა დაჯარიმებული, მაგრამ ეხლა როდესაც აი ერთ მაგალითს მოგიტანთ უცხოეთში მაგალითად, როდესაც მანქანა გადადის, იქ მოდის მესიჯი, რომ რეალურად შენი მანქანა გადაყვანილია საჯარიმოზე. ხალხი იმ ფაქტამდე არის მიყვანილი, როდესაც მანქანა გამოდის ქუჩაში და წარმოიდგინეთ, ყოველთვის პირველი რეაქცია ის არის ცუდი, რომ რაღაცა ხوار მოხდა, მეტომეტეს რაღაცა ცოტა კრიმინალური მდგომარეობა, რაღაცა ცოტა დამძიმდასავით ეხლა რა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რა გახდა ის, რომ რეალურად ეს მესიჯები გაიქცეს გამოგზავნილი. მე პარკირების სისტემა თვითონ ქალაქში ვერ უზრუნველყოფს მათ. ისეთი მდგომარეობა იმ კუთხით, რომ ანუ გადაჭედილია ყველაფერი და საერთოდ ეს ხელშეკრულება, როდესაც გაფორმდა მერიასა და თბილისის მერიასა და City Park-ს გადაეცა ეს სატენდერო პირობებით, ეს პარკირების სისტემა. აქ უნდა განსაზღვრული ყოფილიყო, რომ მათ უნდა გაეკეთებინათ მიწისქვეშა ან მიწის ზემოთ საპარკირე სისტემები. ანუ პრობლემა არის ხელშეკრულებაში? ხელშეკრულებაში და ნუ აი ამ კონკრეტული კანონის დარღვევაში, ანუ ამ მანქანების, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ამ მანქანებს. კონკრეტულ დაზიანებებზე გადავალთ ბატონ გიორგის ვისაუბრებთ. ასევე უნდა თქვათ აუცილებლად თქვენ ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, თუმცა ჩვენ გუშინ მოვიძიეთ ინფორმაცია, ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის მათ ვალდებულებაში. ასევე თბილისის მერია ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ამბობს, რომ ეს ტექნიკური შემოწმებაც არ არის მათ ვალდებულებაში. ალბათ საინტერესოა გაირკვეს საბოლოოდ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და შესრულდეს საბოლოოდ კანონში წერია, ეს არის ჩვენი მოგონილი ხო არა, რომ კანონში წერია, ეს არის საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, სადაც აღნიშნულია, რომ
ის მანქანები, რომლებსაც ესეთი გამოიყენება ამ სიტი პარკის მეშვეობით, უნდა განხორციელდეს მას ინსპექტირება და ყოველდღიური შემოწმება. როგორ შეიძლება, რომ ესეთი საშუალებები არ იყვნენ შემოწმებული? ეს არის ნონსენსი და თუ ესეთი მართლა განცხადება მათ ოფიციალურად დადეს, მაგაზე პასუხს ალკე მოვთხოვ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს. ეს კოდექსი ჩვენთვის ხო არ არის დაწერილი, არა? ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ რაღაცა ჩვენი სუბიექტურ მოსაზრებას, ეხლა როგორც მოქალაქეები, ზოგი შეიძლება იყოს გარკვეულად მიკერძოებული, ზოგი შეიძლება, ეს არის კანონი. კანონის დაცვას ვითხოვ ჩვენ. აქ არ არის საუბარი რაღაცა სხვა რაღაც მეებზე, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ფიქრობთ, რომ ამაზე უნდა იყოს კაცრი კონტროლი, იმიტომ რომ ეხლა ავტომობილი, რომლის სიჩქარის კოლოფი დაზიანდება, ჩათვალის მანქანა უკვე ძალიან სერიოზული ზიანი აქვს, იმიტომ რომ ეს ხის 5,000-6,000 დოლარი ღირს იმ მანქანის კოლოფი და ზოგის მეტი ღირს, ხო? ჩათვალე გადასაგდებია უკვე მანქანა. ბატონო გიორგი, ანუ კონკრეტულად რა დაზიანება შეიძლება მიიღოს ავტომობილმა, რომელსაც გადაიყვანს სიტი პარკის ამზე? პირველ რიგში მევასალმები ტელემაყურებლებს და დღეს ჩვენ სტუდიაში გვაქვს ესეთი რაღაცა, რასაც ქვია კომპიუტერი. მისი მუშაობის პრინციპი არის აგებული ალგორითმზე. მოდით ავიღოთ ეს კომპიუტერი და დავაგდოთ. რა მოუვა? გისვათ ამ შეკითხვას. გიპასუხებთ, მაგრამ გაფუჭდება. არასწორი აწევის შედეგად შეიძლება მოხდეს არევა ამ ალგორითმის გადაცემათა კოლოფში ათვლის ეგრეთ წოდებული დაჩიკების ადამიანმა შეიძლება ვერ შეატყოს თავიდან ამ დაზიანებებს უბრალოდ მოხდეს ესეთი რაღაცა წვის მომატება საწვავის არასწორი გადართვა კოლოფში და ბატონ ნიკოლოზ მაგერ ბძანა უკვე რომ საკმაოდ ძვირი ღირს ეს დანადგარი. მე მაგალითად საზღვარგარეთიდანაც მიკავშირდება რუსეთიდან ჩამოდის ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი დახმარებას მთხოვს რომ მიმასწავლეს სად შეიძლება ამ მანქანის გაკეთება, იმიტომ რომ კოლოფი ისეთი რაღაცა ტიპტრონიკის სისტემა რომ მის გაფუჭებას არაფერი არ უნდა. ოდნავ არასწორი აწევა ოდნავ არასწორი დაშვება მანქანის გამოიწვევს მაგას. ამ მანქანებს შეიძლება უამრავი რაღაცა უნდა შემოწმდეს. აი ადამიანისთვის გასაგები რო იყოს სადენებთან როცა ამწე მუშაობს უნდა ქონდეს სპეციალური სიგნალიზატორი რომ არ მოხდეს მიტაცება ზიდი ლითონ კონსტრუქციის სადენთან და არ გადავიდეს დენი და არ მოხდეს ადამიანი. სამწუხაროდ საქართველოში ამას წინებზე მოხდა გორში ესეთი შემთხვევა რომ ამ წის გამო დაიღუპა გადავიდა დენი ეს 2 თუ 3 წლის ამბავია გორში დაიღუპა ის პიროვნება. ესეთი რო არ მოხდეს თბილისშიც. აუტრიგერები ეს არის ესე წოდებული ფეხები, რითიც ხდება ის. რა მდგომარეობაშია ეს აუტრიგერები? უძლებს ამ წონას. ჩატარებული აქვს ამ ამწეებს სტატიკური და დინამიკური გამოცდა. აქ კიდე ყველაზე საინტერესო ის არის რომ აი ტრაპეციას აწევის სისტემას ტრავერსი ქვია, ტრავერსული აწევა. ის ტრავერსული აწევა არის კიდე და ყველაზე საინტერესოა. აი ეს არის მოწმობა ამწერ მემანქანის. აქ თუ არა ესეთი ამწის მემანქანის მოწმობები, ეს არის ჩემი ამწის მემანქანის მოწმობა. აქ ესეთი ამწის მემანქანის მოწმობები იმ პიროვნებებს და იმ ჩამბელებს მეჯალამბრეებს რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებენ სპეციალური სწავლება უნდა ქონდეთ გავლილი ამათ მსოფლიო პრაქტიკაში არ ვიცი საქართველოს რეებს საკეთებს იმიტომ რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი კანონმდებლობა მოსპო და ჩვენ თუ გვინდა ევროპასთან ინტეგრირება ევროპაში ეს არის ყველაფერი მკაც აღრიცხვაზე იგივე იმ რუსეთშიც ამ ყველაფერს ახლა ჩვენ გავიგებთ სიტი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისგან ლევან ტაბიძია სატელეფონო ხაზზე. დიდი მადლობა ლევან გადაცემაში მონაწილეობისთვის და იქნებ თქვენი პოზიცია და აზრი და ასევე ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს. ანუ არის თუ არა ამწეები ტექნიკურად შემოწმებული და გადის თუ არა ის ტექნიკურ ზედამხედველობას, სანამ ეს ყველაფერი შესრულდება და საბოლოოდ ავტომობილს გადაიყვანს საჯარიმო ავტოსადგომს. გამარჯობა, მოგესალმებით. ათიკა მივესალმებით თქვენს სტუმრებს. დიდი მადლობა მონაწილეობთ თქვენს გადაცემაში. მართლა რომ გითხრათ, ნაწილს მოусმინეთ თქვენი დიალოგისას. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაზეც ბატონი ნიკოლოზი საუბრობს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ამწეები, ანუ აქ ევაკუატორებზეა საუბარი, ეს ამწეები არის
თანამედროვე სტანდარტი, ეს თანამედროვე სიტყვა ცოტა ისე ჟღერს ბევრ შემთხვევაში არასწორად არის გამოყენებული, თუმცა ზუსტად მსგავსი ევაკუატორებით ხდება ავტომობილების ევაკუაცია როგორც ისრაელში, ასევე ევროპის სხვადასხვა მოწინავე ქვეყნებში. Am ავტომობილებში ზუსტად ეს ამწეები დამონტაჟებულია ქარხნულად, თვითონ ქარხნის მიერ. ნაწილი მათი არის შეძენილი არის წარმოებული ერთ იტალია, ნაწილი ავსტრია. და ამ ავტომობილებს, ეს ავტომობილები არის რადგანაც არის ჩამოყვანილი ისრაელიდან, სერტიფიცირება აქვს გავლილი ისრაელში. აქ ბატონო ნიკოლოზი საუბრობდა, რომ კანონი არსებობს და კანონი უნდა დაუცვათ. თუმცა აქ ასევე აღსანიშნავია, რომ ეს კანონი ძალაში შევიდა 2013 წლის 31 დეკემბერს. დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც ძალაში შევიდა. თუმცა მაქამდე სანამ ეს კანონი ძალაში შევიდოდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ევაკუატორებს ჰქონდათ გავლილი ეს შემოწმება ისრაელში და ისრაელში მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კაცრი ნორმები. რაც შეეხება ამ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ევაკუაციაზე, ამ ადამიანების მომზადებაც მოხდა ასევე სპეციალური ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისრაელიდან, როდესაც ციტიბარგი იწყებდა მუშაობას და მოვამზადეთ ეს ადამიანები რამდენიმე ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ იმისათვის, რომ დაზიანება არ მოხდარიყო. აქ ბატონი საუბრობდა კიდევ მანქანის დაზიანებაზე და აქ იყო საუბარი სიჩქარის გადართვა კონკოლობზე. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე არ ვიცი დააკვირდით თუ არა თქვენ დააკვირდებით თუ არა თუ როგორ ხდება ამ ავტომობილების აწევა. ამ ავტომობილის აწევა ხდება ისე რომ ბორბალი არც 1 სანტიმეტრით ბორბლის მოძრაობა არ ხდება არც 1 სანტიმეტრით, წინ არც უკან. შესაბამისად, ეს დაზიანებები არის თუ თქვათ არ მოხდა, ან ჩამოგდება, ან დავარდნა, ან მსგავსი რამ. ანუ ეს რასაც საუბრობენ, არ არის ეს ასე, იმიტომ რომ ბორბლის მოძრაობა არ ხდება და კიდევ უფრო მეცაც გეტყვით, როდესაც თქვათ სპორტული მანქანების გადაყვანაზეა საუბარი საქართველოში, რადგანაც მხოლოდ ჩვენ გვყავს ეს ევაკუატორები და სხვა არავის მსგავსი სახის საქართველოში, ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომ განსაკუთრებულად სპორტული მანქანები, რომლებიც თამეთანხმებიან ალბათ სტუდიაში მყოფი ადამიანებს, კიდევ უფრო პრობლემატურია ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილები, ამ ავტომობილების გადაყვანას გთხოვენ ჩვენ. ასევე როგორც თავში აღნიშნე, ამ ავტომობილებით მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებში. ხო ხა, თუ თქვათ, ეს ავტომობილები არ არის გამართლებული, რომ ამ ავტომობილით მოხდეს გადაყვანა, მაშინ არ ამგონია, რომ სხვას არ გაჩენოდა ეგ კითხვა, რაც ბატონებს გაუჩნდათ. ხო, შესაბამისად, სხვაგანაც იქნებოდა, თუმცა ამაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება თავად მდგომარეობას, ყველა ევაკუატორი გადის შემოწმებას სპეციალურ ცენტრებში, აქ საუბარია დიდ ცენტრებში, პროფილაქტიკებში, რა თქმა უნდა, რომ მოწმდება რა მდგომარეობაშია თვითონ ავტომობილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესშიც არ არის, რომ ავტომობილი არ იყოს მწყობრში, ხო, ეს ხო ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ვცდილობთ ყოველთვის, რომ არ შევუქმნათ რაღაც დამატებითი პრობლემა მძღოლებს, რომლებიც მანქანაც არის გადაყვანილი სპეციალურ დაცულ ავტოს. რაც შეეხება SMS შეტყობინებებს, ამაზეც იყო საუბარი, არ ვიცი რამდენად მოისმენთ, ანუ რამდენად არის ეს ვალდებულებაში, უნდა იყოს თუ არა ინფორმირებული მძღოლი, რომელსაც ავტომობილი, ვთქვათ, თავის დატოვებულ ადგილზე არ ხვდება, ანუ SMS შეტყობინება, რომელიც შეიძლება მიიღოს City Park-ისგან. არის თუ არა ეს ვალდებულებაში და რამდენად გასაგებია, ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ინიციატივაზე ჩვენ აქამდეც მუშაობდით, თუმცა გარკვეული დეტალები არის დასალაგებელი და გეტყვით რა დეტალებია. რადგანაც ავტომობილს არ გააჩნია ბაზა თუ რომელი ნომერი ეკუთვნის ავტონომერს, სახელმწიფო ნომერი ეკუთვნის რომელ მობილური ტელეფონს, ანუ აქ გულისხმობთ მე რომ ადამიანს თქვათ შეიძლება თავის თავზე არ ჰქონდეს გაფორმებული ავტომობილი და შესაბამისად ვერ ამტკიცებდეს, რომ ეს ავტომობილი მასე, ანუ რა მარტივად რო გაგიხსნათ, იდენტიფიცირების პრობლემაა. იდენტიფიცირების პრობლემა, თქვათ, შეუძლია ადამიანს, რომ თქვენ გქონდა ეს განვიხილავდით, რომ ვებგვერდზე მოხდარიყო რეგისტრაცია, ანუ მოქალაქეს თვითონ მიება თავისი ტელეფონის ნომერი სახელმწიფო ნომერზე, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ
კიდევ უფრო დიდ სირთულესთან მივიდეთ, რადგანაც სხვა ადამიანმა ან ცუდი ხუმრობის ან თქვათ იმიტომ რომ გაიგოს თუ ის სად იმყოფებოდა ან რა იმამინდის მოახდინოს თქვათ მიბმა თავისი მობილური ტელეფონი და მან მიიღოს მეორე ვარიანტი იყო რომ ადამიანმა უნდა წარმოადგინოს თავისი ტექპასპორტი ავტომობილის ასევე მოწმობა მობილური ოპერატორი კომპანიიდან რომ ეს ნომერიც ეკუთვნის მას თუმცა აქაც გარკვეულ პრობლემასთან მივედით რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანია რომელიც არ აქვს მობილური ტელეფონი თავის თავზე გაფორმებული და შესაბამისად მას ვართმოთ უფლებას რომ მიაბას და ასევე პირიქით ბევრი ადამიანი რომელსაც გაფორმებული არ ყავს ხო და ანუ ამ შემთხვევაში უკვე მოსვლა დაჭირდებოდა ჩვენთან ოფისში გასაგები ანუ ეს არის იდენტიფიცირების პროცესი დიდი მადლობა ლევან შეიძლება რომ ესეც მოგვარდეს რაღაცა მოიწევნოს გასაგები ძალიან დიდი მადლობა ლევან გადაცემაში მონაწილეობისთვის სატელეფონო ხაზზე იყო City Park-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაპიძე მე ხა შეგნებულად არ ჩავერთე საუბარში იმიტომ რომ არათავარ პირობებში ვართ მაინც ტელეფონი და რეკავდა ამიტომ დავასრულებ ძალიან ცოტა დრო გვაქვს თუ შეიძლება ანუ აქ ფაქტიურად მოხდა აღიარება დღეს ბატონი ლევანის მხრიდან რომ მართლაც კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ მან ჯერ ეგერთიც ეს კანონი უფრო ადრე შევიდა ძალაში და 2013 წელშიც რო შესულიყო ისინი ვალდებული იყვნენ მსგავსი ტიპის შემოწმება უნდა გაეტარებინათ ამ მანქანების იქ რომ ისრაელების ჩაგიჩრებით ამ წესაშუალებები ამ წესა მანქანის არ აქ არის ამ წესზე ლაპარაკი ამ წესაშუალებების ანუ რეალურად აქ საქმე არის ის რომ როდესაც შენ შემოყავს მანქანა, გასაგებია რომ ეს მანქანა ისრაელში შეიძლება შემოწმებულია, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. ეს კანონი არის სპეციალიზირებული აღნიშნული ამ წესაშუალებებით. ნუ ეს სხვა რაღაცებსაც არ რეგულირებს, სხვა საშუალებებსაც, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში საუბარია აქ ამაზე, რომ რეალურად უნდა მოხდეს შემოწმება და მათ დააფიქსირეს ამ შემთხვევაში ბატონმა ლევანმა დღეს დააფიქსირა, რომ მსგავსი ტიპის შემოწმება არ გაუულია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე მისი რომ ამ პოზიციის დაკიდა გამომდე რომ არ გაგიულიათ ეს შემოწმება. უნდა გაატაროთ ეს შემოწმება. შეიძლება იქ ისრაელში იქ რაღაც გარკვეულ სტანდარტებს საკმაყოფილებს, მაგრამ ის გამოიყენება სხვა რაღაცეებისთვის, ეს სხვა რამის გადასაყრდნად, მაგრამ ეს როდესაც ჯიპებზეა გათვლილი, მე ჩვენ სოციალურ ქსელებშიც არაერთი ვიდეო რგოლი ვნახეთ, ჩვენც მოქალაქეებმა მოგმართეს. შეიძლება მე ჩვენ ხო არ ვიძახით რომ ეს ყველა მანქანა ზიანდება. აქ არის საუბარი დიწონიან მანქანებზე. მე ეს მეორე ტყუილი რომ მესიჯები. ანუ თქვენ როდესაც იხდით, ან ჩვენ როდესაც ვიხდით გადასახადს, ეს არის მოსაკრეფელი 25 და 50 ლარი ამ პარკინგის სისტემის, იქ ჩვენ ყველაფერს გვაწერინებენ, ტელეფონის ნომერსაც გთხოვენ ყველაფერს და პრობლემა არ არის ამ აღნიშნული ტელეფონების საშუალებით დაგვიკავშირდნენ და ეხლა ეს მანქანა შეიძლება თქვა პატრონიც არიჯდეს და სხვა ეს ხო დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით თქვა მანქანა რომელიც ჩვენზე არის გაფორმებული შეიძლება სხვამაც ისარგებლოს ეს შენ იმას არ გართვეს ამის საშუალებას რომ შეატყობინო ესე იჯდება ის ადამიანი რულზე თუ სხვა იჯდება ამას სხვა საქმეებს ამიტომ ამითი გამართლება ცოტა არ იყოს აბსურდულია და დაზიანებები ძალიან ბევრი არის ეხლა და ის რომ არ არის სტანდარტებში ეს კიდე ექსპერტულად არის დაფიქსირებული ბატონო ლევან ეხლა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ მე კიდე ერთხელ გთხოვთ ჩვენ ეხლა იმიტომ არ ვიწყებთ ამ კამპანიას რომ ვინმე ჯინიკჭოს ჩვენ გვინდა თბილისელების უსაფრთხოება იქნას დაცული და იქნეს შემოწმებული კანონს უნდა ვცეთ პატივი ისრაელში თუ რაღაცა სტანდარტებს აკმაყოფილებს ეს სხვა რამისთვის არის განსაზღვრული და ჩვენთან სხვა რამისთვის არის განსაზღვრული და აქედან გამომდინარე თქვენ აღიარეთ რომ თქვენ არ გაგივლიათ ანუ შემოწმებები და კიდე ერთხელ გეუბნებთ ეს კანონი გაცილებით ადრე 2012 წელზე უფრო ადრე იქნა თუმცა ასევე შეგვიძლია დავუბრუნდეთ საწყის სადაც ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ კონკრეტულად ვინ არის ამ ყველაფერზე ვალდებული თავადაც შეიძლება არ იყოს ინფორმირებული მაგრამ დიდი მადლობა ძალიან დროში ვართ შეზღუდულები და დღევანდელ სიახლეზე პრესკონფერენციაზე უნდა ვისაუბროთ ერთი კითხვით ხო დღეს თქვენ გაქვთ პრესკონფერენცია სრულიად სხვა თემაზე არ ეხება ეს City Park-ს კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული საქმე რომელიც ასევე საჩივარია ნუ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია რაც ეხება ეს საქმე და კონკრეტულად რა თემაზეა საუბარი ну ძალიან დიდი ვნებათახელო გამოიწვია გუშინა ამ განცხადებამ ჩვენ ანუ აქ არის საუბარი იმაზე რომ კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტი რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინე ბერიძე მისი მეშვეობით ხორციელდებოდა ხელშეკრულების გაფორმება სხვადასხვა სტუდიებთან ისე რომ რეალურად არ ცხადდებოდა ტენდერი თქვათ რომელ კომპანიას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა რომ თქვათ ეს კონცერტები გაემართა მე ის თანხები როდესაც საკმაოდ სოლიდური მილიონობით თანხებია გაცემული მომღერლებზე სტუდიებზე არ არის ამ აღნიშნულ ხელშეკრულებებს არერთვის მიღება ჩაბარების აქტები და ხარჯდაღრიცხვა რომ რაში დაიხარჯა ეს კონკრეტული მე აქ თვალსაჩინოებისთვის წამოვიღე თვითონ ის დოკუმენტები ეს არის მიღება ჩაბარების აქტი სადაც მარინე ბერიძე აწერს ხელს და აღნიშნულ ხელშეკრულებებს ამ მიღება ჩაბარების აქტს არ ახლავს
ის დოკუმენტები, ანუ სახელმწიფოს თანხები გადიოდა და იქ რომ კონკრეტულად რაში იხარჯებოდა ეს თანხები არ იყო დაფიქსირებული. მე ერთი და იგივე კომპანიებთან ხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ არა ვართ ბრალდებლები, ჩვენ არ შეგვიძლია ახლა გამოვაცხადოთ ადამიანებს დამნაშავებად, მაგრამ ყველაფერს ამას ასდის გარკვეულწილად კორუფციული სქემის გარკვეულწილად სუნი და აქედან გამომდინარე ჩვენ მივმართეთ ფინანსურ პოლიციას უახლოეს დღეებში შევიტანთ აი ამ ძალიან ფართო დოკუმენტები გვაქვს აღნიშნული რეალურად აი ამ საკითხისა და სამწუხაროდ ეს ტრადიცია ეხლა გრძელდება ოდიშარიას უწყებაში იმიტომ რომ დღეს მაგალითად აი ამ საახალწლო კონცერტებზე იქნა გახარჯული 231,625 ლარი ეს არის საახალწლო კონცერტი რომელიც გაიმართა ევროპის მოედანზე, ხოლო კულტურულ ღონისძიებებზე თბილისის და რეგიონებში დაიხარჯა 286,902 ლარი. ეს არის მხოლოდ კულტურის სამინისტროდან გახარჯული თანხები და მერიამ ცალკე გაიგო კიდე თანხები. და იცით რაშია საქმე? აქ არის გაუმჭირვალება აღნიშნული თანხებისა და არ არის დოკუმენტები რაში გახარჯეს ეს თანხები. აქ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად უნდა გამოიძიონ ეს გარკვეულწილად ეს სქემა ფინანსურ პოლიციაში და აქ არის უბრალოდ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გარკვეული ელემენტები ჩანს და ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ აქ შეიძლება იმალებოდეს ძალიან სერიოზული დანაშაული და აი ამ დანაშაულში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და მათ შორის რეალურად კულტურის სამინისტროს чиновникები. და ამიტომ მე ვფიქრობ რომ უნდა გამოიძიონ და ეხლა ეს ნებათაღელვა რომელიც მათ აქვს ეს გასაგებიც არის. ძალიან ვრცელი თემა, ნამდვილად რთულია ერთ კითხვაში ამის ამოწურვა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გქონდა ამისთვის. დიდი მადლობა თქვენ. დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ნიკო ოზმჟავანაძე, ასევე გიორგი ნიკოლაიშვილი, დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტი. ჩვენ უნდა გავიდეთ რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით, არ გადაიდეთ.